უდიდესი პარადიგმა და პასუხისმგებლობა. თქვენ ხალხის უდიდესი ნდობა გაქვთ. ჩვენ ისევე როგორც ძლიერ თავდაცვის ძალებში რომან ჯოხაძის განსაკუთრებული წვლილი და ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრეს მემსახურები საქართველოს. მემსახურები საქართველოს. დაიმსახურეთ. დიდი მადლობა სამსახურს. მადლობა. ილოცავთ ჩვენი ქვეყნის ამ გამორჩეულ თარიღს, საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსების დღეს. იმ საამაყოდ დანაყოფის, რომელმაც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში და თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაში. თქვენ ხალხის უდიდესი ნდობა გაქვთ და იმედი ხართ თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ქართული სახელმწიფოს სიმტკიცე დიდწილად არის დამოკიდებული თავდაცვის ძალების ძლიერებაზე. ეროვნულ გვარდიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც მშვიდობიან, ასევე საგანგებო და საომარ მდგომარეობაში. რეზერვის გაძლიერების მიმართულებით სამინისტროს მიერ ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის წვევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმით, რაც მომავალში შექმნის რეზერვის კიდევ უფრო მეტ და მყარ საფუძველს. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას, რომ თქვენ გქონდეთ ღირსეული პირობები, რადგან სამშობლოს ერთგულ შვილებზე ზრუნვა და ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად მიგვაჩნია. დარწმუნებული ვარ, ეროვნული გვარდია ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში კიდევ უფრო ძლიერი და საიმედო ძალა გახდება. 34 წლის წინ შეიქმნა ჩვენი ქვედანაყოფი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ძალიან გვიამაყებით და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს დღემდე თქვენ ამ ქვეყნისთვის. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი თავდაცვის სამინისტროს, ჩვენი თავდაცვის ძალების დამსახურება იმაში თუ რა წარმატებებს მიაღწია ამ პერიოდში ეროვნულმა გვარდიამ და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ თქვენ გქონდეთ ჩვენი იმედი, ბატონო მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, რომ ეროვნული გვარდია ყოველთვის შეასრულებს მის წინაშე დასმულ ამოცანებს და ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე.